კონკრეტული ბავშვების თვალით მინდა დავინახო ეს სამყარო. ჩემი ამოცანა, როგორც აი ამ პროექტის, რა ვიცი, ინიციატორის, აქტივისტის, არის ის, რომ ჩემი შვილების თვალით დავინახო ეს სამყარო. ოღონდ ის კი არა, რომ მე ვუთხრა, რომ შენ ამას უნდა ხედავდე მეთქი. არამედ მივცე ამოცანა და იმან დაინახოს და მე მაჩვენოს იმის თვალებით დანახული ჩვენი ცხოვრება. მაგალითად, აი კრიტიკული აზროვნება, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრინციპი, თქვათ ასეთი ტიპის განათლების. რას ნიშნავს? ბავშვებმა ხო ეს უნდა გააკეთონ ჩვენ სკოლაში, ჩვენმა შვილებმა. სინამდვილეში უნდა ისწავლონ სიტყვების შინაარსს. კრიტიკული აზროვნება ნიშნავს იმას, რომ შენ რაღაცას გაიგებ და ამაზე ფიქრობ, რომ შემთხვევით ეს მცდარი ხო არ არის. ანუ შენ თვითონ შეგაქვს ეჭვი იმ რაღაცებში, რასაც უბრალოდ გებულობ, რა. ხო, წარმოიდგინე, რომ შენ თუ ერთია რომ შენ ცოდნა უნდა გქონდეს, რაღაც გარკვეული ცოდნა უნდა გქონდეს, რომლის საფუძველზე შენ ეს გაგიჩნდა. მერე შენ უნდა გქონდეს მტკიცებულებების მოძიების უნარი, რომ შენი ეჭვით უფრო გაამყარო. ხოსია. ეს რას ნიშნავს, რომ რაღაც მომენტებში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მარტო ხარ. ანუ შენს გარშემო არის ბევრი ხალხი, რომელიც რაღაცას ფიქრობს, შენ ამ ხალხს არ ეთანხმები, მაგრამ შენ გაქვს არგუმენტები. ანუ კრიტიკული აზროვნება ნიშნავს იმას, რომ როგორ უნდა დარჩენ მარტო. იმას კი არ ნიშნავს, რომ რა კაი პონტია და მე რაღაცა კრიტიკული აზროვნების უნარი მაქვს. არა. სრულიად განსხვავებული რამეს ნიშნავს, რომ შენ რჩები მარტო. და მიუხედავად იმისა, რწმენა გაძლევს იმის ძალას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარტო ხარ, მაინც იგივე გააკეთო, თუ ის გააკეთო, რაც შენ სწორი გგონია. ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი ამოცანა ამ სკოლის ფარგლებში, რომ ესეთი ბავშვები აღზარდოთ. ოღონდ თუ ესეთ ბავშვებს რაღაცა რაოდენობით აღუხსნით, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ეს პრინციპები ერთად ესმით, ერთად ერთმანეთს შეიძლება დაელაპარაკონ და გაუგონ და მე უკვე ითანამშრომლონ ის, როცა ერთი უნდა მარტო დარჩენილიყო, უცბად შემოიყრიბოს გარშემო მეგობრები, რომლებთან ერთადაც თანამშრომლობის გამოცდილება აქვს და ის რაც შენ გეჩვენებოდა, რომ აი მარტო დავრჩე და საშიშია და შენ მეგობრებთან რო ფიქრობდი, რომ როგორ გავაკეთო სკოლა, მეც ვერ გავაკეთე ესეთი სკოლა, როდესაც ჩემ შვილებზე ზუსტად ესეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ არ მომწონს ეს რაღაცა, მე შეიძლება არ ვიცი უკეთესი როგორია, მაგრამ მინიმუმ ზუსტად ვიცი, რომ ეს იდიოტობაა. ხო და ანუ წარმოიდგინე, რომ კრიტიკული აზროვნება მაგისთვის გინდა და ეს ბავშვები იმიტომ უნდა გავუზარდოთ, რომ ესეთი უნარი აღმოაჩნდეთ, მაგრამ დააზღვიონ იმით, რომ თანამშრომლობის უნარი გქონდეთ, გაერთიანების უნარი გქონდეთ და იმ რაღაცა აზრის გატანის უნარი გქონდეთ, რომელიც ერთ ადამიანს ყოველთვის უჭირს. ანუ ნაკლები გმირობა ჭირდება რა. მიხვდი? და სანამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ჩვენ შვილებზე რაღაცა რაოდენობით მაინც რა, ისეთი რომლებიც აი ჩვენგან განსხვავებით, რომლებიც აი უკვე დასრულ ასაკში ვიპოვეთ ერთმანეთი, დასრულ ასაკში გავზარდეთ თითქოს ერთმანეთი, მათ შეიძლება ეს გავაკეთებინოთ ბავშვობიდანვე. მაშინ როცა ეს მათთვის ბუნებრივია, მაშინ როცა ისინი უცხოპლანეტელები არიან, მაშინ როცა თავიდან იწყებენ ამ სამყაროში გარკვევას და სინამდვილეში აი ამ შიშების დაზღვევის მთავარი ამბავი მგონია, რომ რამდენად ბედნიერი იქნება ბავშვი. ანუ ყველაზე ეს მარტივი ინდიკატორი რა არის. მე წუთში ისიც არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელშეკრულებაში წერია რაღაცა თარიღები, თუ ისე ვადები რა, რომ აი ამ საათზე მოდის, ამ საათზე მიდის. თუ ბავშვს მოუნდა და დიდი ხანი უნდა სკოლაში დარჩენა, მაშინ ხონა შევცვალო. ან მაგალითად რაღაცა სხვა დრო აღმოჩნდა უფრო კომფორტული ამ ბავშვებისთვის, ხო შესაძლებელი იქნება. კი, ეგ. ან მაგალითად აქ წერია, რომ სკოლის განრიგი, წესრიგი უნდა დავიცვათო. და ეს სკოლის წესრიგი ბავშვებმა უნდა დაადგინონ. ანუ თქვენ ახლა მე მეთანხმებით, რომ თქვენი შვილები რა წესრიგსაც დაადგენენ, ის წესრიგი უნდა დავიცვან. ანუ ამას მეთანხმებით, ის კი არა რომ მე გამოვიგონე ეს წესრიგი და მე შემოგთავაზოთ. არამედ ის, რომ ეს ბავშვები, მათ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ მათ შორის საკუთარი თავის მართვა, საკუთარი, რა ვიცი, დღის სასწავლო განრიგის მართვა, საკუთარი ინტერესების მოძებნა და ასე შემდეგ რა, რაზეც ახლა მაგალითად ნერვიულობს როგორც მშობელი, რა ქვია, ბაკური. ანუ სინამდვილეში ეს უნდა დავაზღვიოთ პროცესში, ანუ მან უნდა დაინახოს რა, რომ მისი შვილი ამ რაღაცას აკეთებს ინტერესით, ბედნიერია, ანუ არ არის დატანჯული და რაღაც უბედური, ანუ ეს არის რა ინდიკატორები სინამდვილეში. და ზუსტად იმას სწავლობს, რაც მას აინტერესებს. თავარი ჩვენი ამოცანა არის, რომ
მასწავლებლების როლი რაც შეიძლება უკან გადავიდეს. ანუ ბავშვების როლი წინ წამოიწიოს სწავლებაში, ანუ შენ აღმოაჩინო ის ბავშვები, რომლებიც შენს ფუნქციებს თანდათანობით აითვისებენ და შენი როლი უკან და უკან გადაიწევს. ანუ შენ უფრო ზემოდან დაიწყებ ამათ დაკვირვებას. ანუ როგორ ვითარდებიან წინასწარ განსაზღვრო, რაში შეიძლება გაუჭირდეთ, როგორი პროექტია, რა ნაბიჯებით უნდა, ანუ რა ტემპით უნდა იარონ, ვინმე ხო არ ჩამორჩა, ვიღაცას უყურადღებოთ ხო არ დარჩა. ანუ მასწავლებლის როლი ფაქტობრივად არის მონიტორის როლი ჯგუფის, რომელიც თავისით სწავლობს და მენიუს შეთავაზება რა, რომ ბავშვებო, ეგეთი მენიუ გვაქვს რა. ანუ რომელს ხო არ აირჩევდით, რომელი მოგწონთ, აი ნუ არის ხოლმე რაღაც ორკვირიანი, სამკვირიანი დავალებები რა, რომ სამ კვირის განმავლობაში რაღაც სწავლობს რა, მაგრამ რომ მორჩება ხო, მე ახალი რაღაც უნდა აირჩიოს. ხო და წარმოიდგინე რომ მასწავლებლის როლი რადიკალურად განსხვავებულია. მე ნიჭიერ ადამიანებს, ბაკური ნიჭიერი ადამიანი მგონია მე რა, როგორც ასეთი და მაგიტომ მჭირდება რომ რაღაცა ნიჭიერი ადამიანები ბევრი იყვნენ ჩვენ სკოლაში და ვიღაცას რომ მაგალითად რა ვიცი ძალიან რთული მათემატიკა მოუნდეს, აუ ბაკურისთან ერთად მივიდეს და ერთად მოიფიქრო რას გააკეთებენ. ან რა ვიცი როგორ ისწავლის მათემატიკას რა, მაგრამ ანუ ის რასაც ბაკური ამბობს რომ მასწავლებლებმა შეცდომა დაუშვან და რაღაცა მოხდეს და ეს ეგრევე უნდა დავინახოთ. ანუ მართლა ესევე უნდა გამოჩნდეს ჩემი აზრით რა. ანუ ეს ბავშვებზეც უნდა აისახოს იმის გამო რომ ჩვენ სულ ველაპარაკებთ რეალურად, აი სულ იმას გავარჩევთ რომ სინამდვილეში არ ვიცი თითოეულ ჯგუფში რა მდგომარეობაა. ანუ თითოეულ ჯგუფს რა ამოცანები აქვს, მასწავლებლებს რა გამოწვევა აქვს. ანუ მასწავლებლები ერთად მუშაობენ, ბავშვები ფაქტობრივად საკუთარ თავს თვითონ ამენეჯმენტებენ. თუ ვერ ამენეჯმენტებენ, აი რა შემდეგი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი ბავშვებს ისეთი, რომელიც რა ვიცი იქაურ წესრიგს მაქსიმალურად ყველასთვის მისაღებს გახდის. ანუ წესები თვითონ უნდა ჩამოაყალიბონ, წარმოიდგინე ბავშვებმა, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ სწავლაში, როგორ ეხმარებიან ერთმანეთს. ანუ შეიძლება თავიდან ძალიან მარტივით დავიწყოთ გესმის, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს უნდა გაფართოვდეს, ვები. ხო და ეს თუ ამ გზით მივდივართ, ანუ პრინციპების თუ გჯერა, ჩვენ იმის იმედი უნდა გქონდეს, რომ ტექნიკურ გადაწყვეტებს თანდათანობით ცხოვრების სვლელობაში მოვიფიქრებთ რა.